მოკლედ ესეთი ბედნიერი, ესეთი გზნობა, რა ვიცი რა, ვერ აღწერა. ესეთი მეთოდით, ესე სწრაფად, ესეთი ლამაზი ილეთებით მოგება, რა ვიცი, სხვა გზნობა არის რა და მინდა მოულოცო ყველას რა. სოფოს რა თქმა უნდა მის ოჯახს და მთლიან საქართველოს MMA-ის გულშემატკივრებს, ფაით ჰოპერებს, ბათუმი ფაით აკადემიას და ერთი სული მაქვს ხა რომ შემოვლენ და დაველაპარაკოთ და გავიზიაროთ ეს სიხარული რაც ჩვენ სოფომ გვაჩუქა. Win მოვიდა. It's me. Time. Hello everybody. Best country Georgia. I kill you. აი ესეთი ღიმილით უნდა იყოს სულ. წავედი ისეთი მოვედა. ძალიან შვიდად გავედი, ძალიან შვიდად არ გამოვედი, მაგრამ ბედნიერი გავედი. გეგონა რომ ესე წავიდოდა ყველაფერი? დარწმუნებული ვიყავი, მართლა 100%-ით ვიყავი დარწმუნებული. არ ვიცი რატო, როგორ, ალბათ მართლა ძალიან მომზადებული ვიყავი და მჯეროდა ჩემი. აი არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. სამ რაუნდზე მზად იყავი რეალურად. ნებისმიერ რაუნდში ფინიშზე მზად იყავი. დგომშიც და პარტერში. სიმართლე რო ვთქვა, მართლა მეგონა რომ ბოლომდე ვიჩხუბე. პროსტა მეგონა რომ ანუ ქულებს ავიღებ, ჩაულებად გადავიყვან, ესა ისა და რა მაგრამ მაინც ჩემი კარონკა არის. სხვათა შორის რო იცოდე. და რა ლამაზი ილეთით და 4 ჩხუბი მაქვს მოგებული ამით. მაგდები? კი, გდები და იმით, ტკივნეულით. მაგდების მერე ეგრევე ტკივნეული. ტკივნეული არის modified armbari, ხო? და თავიდან რა დგომში გაარტყი რა, გახსოვს რა კომბინაცია რა რითი? მე მახსოვს რომ დავარტყი, მაგრამ მახსოვს რომ დამარტყა. და არ მახსოვს ძლიერი იყო თუ არა. თავიდან იმან ემოციებში რო ვიყავი, ემოციებში რო ვიყავი. არა, მას თვალები დაგიხუჭეთ, ძიმი და ყო შეერება. არა, იმან ძალიან სუფთა გაა. და იგზენი რო გაბარბაცდა და უკან რო იხევდა. ვიგზენი რომ დავინახე რომ თვალები დაეხუჭა და რაცნაირად ესე დავარბაცდა, მეთქი ეს მომენტი არ უნდა დავკარგო მეთქი. და ისიც არ მინდოდა რომ მეთქი ვიჩქარო ეხლა, რო ვიჩქარო შეიძლება მე მომხდეს. ეგეც ვიფიქრე და მე ხუჩამ რომ დაიყვირა, არ იჩქარო. ხო, იჩქარო. და შო ეგრე. და მე ვფიქრე რომ პირდაპირებით მიყევიო რა, პირდაპირებითო და მაგის მერე მოვიდა ის გდება ხო? მაგდებას რას უძახი? მოგვერდი. მოგვერდი. სუფთა ქართული მოგვერდი. მაგას ხო ვარჯიშობდი ისა გახურებაზე. კი, სპარინგებზე სულ მაგას ვაკეთებდი. თელი აკადემია. ბიჭებო, მაინც მიყვარხართ იცოდე. და რო კითხეს რა, მე ინტერვიუ რომ მივეცით, კონტრაქტზე შეგეკითხეს რა, ყველაზე ხარ და მართლა ვფიქრობ ამაზე და არ ვიცი, აი, ხუჩაც მეუბნება რომ კარგი იდეა არის. დავფიქრდები კიდევ ნახოთ სექტემბრამდე. მოვიფიქროთ. მაგრამ მე ვიცი რომ ამათ მოსწონს ჩემი ჩხუბები. კი, და შენზე თქვეს რომ მითხარი ადამიანი როგორც არ მოწონს შეიჩხუბი, რატო არ უნდა ვის არ მომო. აი, ეს არის ტრენერი, აი, პროსტა არ ვიცი რა. და შენზე თქვეს რომ შენი ბრძოლების ყურებაო, მაგრა უყვართო თვითონ ჩინელებმა რა. და შენ მაგრა ევასებითო და მართლა რა, როგორ უხაროდათ მასტებსო? წარმოიდგინე რომ ეს რო საქართველოში იყოს და ქართველმა ესე რო დამარცხდეს ყველამ როგორ გიღიმო და ყველას როგორ უხარო. აი ეგ მართლა ეგ მაგრამ შეამოვნებს, იმიტომ რომ ჩინელს ახლა მოუგე ხო და ჩინელს არ უნდა გაუხარდეს ეგ, მაგრამ უყვართ ეს სპორტი ალბათ რა ვიცი, ანახოობა ესა. იცი რა, ისეთი ენერგია გაქვს, შენი სიხარული იგზნეს რა და გადამდგა. ძალიან საყვარელი ვარ და რა უნდა იყოს რა. რა არის ყველაზე კარგი კომპლიმენტი, რომ შეუძლია ადამიანს მოქცეს შენ? ანუ არ ვიცი მართლა ეს არ მიფიქრია მაგაზე. ნუ რომ მეუბნებიან კომპლიმენტს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ადრე ძალიან ვიყავი კომპლექსიანი, ეხლა ცოტა სხვანაირი გავხდი, შემიყვარდა ჩემი თავი ესე ვთქვათ. ხო და ყველაფერი მიხარია ზოგადად რა ადამიანისგან. კარგი, ყველაფერი მიხარია. მე გეტყვი შენ, ოღონდ კომპლიმენტს არა, სიმართლეს. შენ ხარ უმაგრესი ადამიანი. მადლობა. გილოცა. მადლობა შენ რომ ჩამოხვედი. ხუჩი. კიდევ ერთი გასოფოსთვის, კიდევ ერთი გამარჯვება იყო. აი, მაგას კი განმარტო. დებიუტი ბათუმის აკადემიისთან, ხო? მას გამარჯვება. კიდევ ერთი გამარჯვება იყო სოფოსში და გავიდა. მადლობა დიდი.
მაგრამ იმას ეს კაცია. всё, ეხლა გავუშვათ სოფო.